92 დარკო გლიშიჩი და 88 ნომერი ირაკლი ძარია. გითხარით გუნდის მთავარი მწვრთნელია დუშან უხრინი. ეხლა რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს, ომარ მიგინეიშვილი მეკარე, შემდეგ 37 ნომერი ზაზა ჭელიძე, 6 გიორგი გურული, 33 დათა რიგვავა, 2 ვაჟა ტაბატაძე, 26 გიორგი დათუნაიშვილი, 7 მერაბ გიგაური, 22 გრიგოლ დოლიძე, 10 გიორგი კუხიანიძე, 19 ელგუჯა გრიგალაშვილი და 92 ნომერი ბექა ტუღუში. მატჩის მთავარი არბიტრი ალექსი კრიჭაშვილი, გვერდით მსაჯები არიან ირაკლი უკლება და არჩილ კოკაია, დამხმარებსაჯია თორნიკე გვანცელაძე. საშტაბამგორებელი მერაბ მალაღურაძე, ხოლო მატჩის დირექტორი კი დავით დათუნაიშვილი. ფორმების გარჩევა დარწმუნებული ვარ არ გიჭირთ, ჩვენგან ხელ მარჯვნივ გიორგი ლორია და მისი გუნდი, მარცხნივ კი ქუთაისელები, რომლებმაც შეიყვანეს ბურთი თამაში, დაიწყო მატჩი. მატჩი, რომელიც მე რეპორტაჟის დასაწყისშივე აღნიშნე, ითვლება ქართულ საკლუბო ფეხბურთში ერთ-ერთ მთავარ თუ საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებად არა. უნებრივია რომ იგი შერაცხული არის ტურის ცენტრალურ შეხვედრად. მე გეტყვით იმას, რომ მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 3ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა ამ თამაშთაგანი გამოდგა საკმაოდ საინტერესო. პირველი ქართული კლასიკო იყო მართლაც დაუვიწყარი. მატჩი, რომელიც დამთავრდა ანგარიშით 3-2. ორჯერ იგებდა ქუთაისის ტორპედო და ჩისკოს დუბლი დინამომ ორივეჯერ შეძლო გათანაბრება ანგარიშისა, ხოლო ეს ყველაფერი მოხდა პირველ ტაიმში, ხოლო მეორე ტაიმში კი კიდევ ერთმა ესპანელმა მიკელ ალვარომ შეაგდო გოლი და აი ამ ბურთით სწორედ დინამოელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 3-2. მატჩი სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, მასთან ახლდა უდიდესი დაძაბულობა, რაც აისახა იმაში, რომ ოთარ ხესაძემ რამდენიმე ფეხბურთელი გააგდო, ერთი ტორპედოს მოთამაშე, ხოლო 3 დინამოს მხრიდან, ხოლო ორივე გუნდიდან საერთო ჯამში კი 11 ფეხბურთელი გააფრთხილა. ასევე უგოლიანი გამოდგა მეორე წლის თამაში, რომელიც დამთავრდა ფრედ 2-2 და ბოლო მატჩი, რომელიც ჩატარდა ქუთაისში და ის მატჩიც დასრულდა ფრედ ოღონდ უკვე ანგარიშით 1-1 და ის შეხვედრა გამოდგა ასევე პირველის დარა ძალიან დაძაბული, ხო ამდენი წითელი და ყვითელი ბარათი იქ არ იყო ნაჩვენები, მაგრამ იყო მომენტი, რომელიც გახდა სადაო. გულისხმობ გიორგი შაშიაშვილთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც დინამოს მცველს ბურთი აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ პენალტი დინამოთა კარის მიმართულებით არ დაინიშნა. იყო ამავე შეხვედრაში რამდენიმე კიდევ დასამახსოვრებელი ეპიზოდი, გვახსოვს მიგინეიშვილის ბრწყინვალე თამაში, გვახსოვს ჩისკოს მომენტები, მოკლედ ის მატჩი გამოდგა საკმაოდ შინაარსიანი და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს შეხვედრაც იქნება საკმაოდ კარგი საყურებელი. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო წინა ტურში თბილისის დინამომ გორში ადგილობრივ დილასთან, მოიგო მინიმალური ანგარიშით 1-0, მიკელ ალვარო გაიტანა ეს ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში. სახიფათო მომენტები დახუნძულ იმ შეხვედრას ნამდვილად ვერ უწოდებთ. იყო ტაქტიკური ბრძოლა, პირველ ტაიმში გუნდები არ რისკავდნენ, მეორე ტაიმში გორელებმა იგდეს უპირატესობა ხელთ. დინამო აშკარად ეტყობოდა, რომ იგი თანახმა იყო ქულაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იგი რჩებოდა, ყველა ვარიანტი რჩებოდა ერთპიროვნულ ლიდერად, უბრალოდ გორში თამაში რომ წაეგო, მინიმუმამდე დადიოდა ანგარი ქულათა შორის სხვაობა დილასა და დინამოს შორის. ასე კი დინამო რჩებოდა ყველა ვარიანტში წაგების შემთხვევაშიც კი ერთპიროვნულ ლიდერად, უბრალოდ თუნდაც ქულა მას საკმაოდ სოლიდურ ფორას აძლევდა. ქულა კი არა, დინამოელებმა 3 წამოიღეს გორიდან. მიკელ ალვაროს ულამაზესი გოლი გახსოვთ ალბათ, საჯარო მოედნის გარედან ერთი შეხებით მან ძალიან ძლიერად დაარტყა მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში და აუღებელი აღმოჩნდა ის ბურთი გორელთა გოლკიპერისთვის. საბოლოო ჯამში დინამო მოიგო თამაში 1-0 და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ, რომელიც ოფიციალურად შეიძლება ისე მოხდეს, რომ გაიფორმოს დინამომ სწორედ აი ამ შეხვედრაში, თორემ გორში გამარჯვების შემდეგ დინამოელები ზეიმობდნენ
დინამოელები და მათი გულშემატკივრები ზეიმობდნენ, რაც არ იყო გასაკვირი. ახლა საფრთხო ეპიზოდი თავდება ყველაფერი იმით, რომ დაუბრუნდეთ მოდის პარკლებს. გორში გამარჯვების შემდეგ დინამოს ფეხბურთელები და მათი გულშემატკივრები ზეიმობდნენ, რაც აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, ვინაიდან ფაქტიურად ფინალის ტოლფასი შეხვედრა მოიგო დინამომ გორში და ამგვარად როგორც გითხარით უკვე თითქმის გაინაღდა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ქუთაისელები იწყებენ საკუთარი იერიშის ორგანიზებას. ომარ მიგინეიშვილი ძლიერი დარტყმით გზავნიდა ბურთს მოედნის ცენტრისკენ, იქ საბოლოო ჯამში რჩებიან ბურთთან მასმეძლები, მაგრამ მცირეოდენი ხნით კვლავ ქუთაისელთა და გოლკიპერი ჩაერთვება ალბათ თამაში, ასეც არის. სეთურიძე გაატარებს მე თქვა გაატარებს ბურთს აუტის ხაზით მეთქი, თუმცა არა დაუგორა ლორიას. ამ უკანასკნელმა გადაიტანა თამაში მარცხნივ, იქ მეორე სართულზე ორთაბუზოლა, რომელიც სარგებლობა იმით, რომ ბურთი ტოვებს მოედნის პარკლებს. გიორგი მერებაშვილი ძალიან სწრაფად შეიყვანა აუტიდან ბურთი თამაში, კვლავ მერებაშვილი დააგორა სცადა ხოშედოვის განვითარება ხმალაძის მეშვეობით, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მეათე ნომერს თბილისის დინამოსი ჩაუჭრეს მას პასი კონტრიერიში, ჯარიმა მოედნის ცენტრში, ჯარიმდებიან დინამოელი ფეხბურთელები. უცვლელია აბსოლუტურად შემადგენლობა ამ მატჩში და იდენტურია იგი იმ შემადგენლობისა, რომელიც დინამოს ყავდა გორში. აქ არ შეიძლება არ ითქვას ოთარ ხიზანეიშვილის შესახებ, მცველი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია თბილისური კლუბისა. სამწუხაროდ ყველამ ძალიან კარგად იცის და მოეხსენება მისი პოტენციალის შესახებ. თავის დროზე ოთარ ხიზანეიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც. ძალიან კარგი ფეხბურთელია, შეუძლია შესანიშნავად გაართვას ნებისმიერი მეტოქის პერსონალურად აყვანას თავი. დღეს იგი მოხდა 18 ფეხბურთელს შორის განაცხადშია ოთარ ხიზანეიშვილი ამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც მისასალმებელია, რომ ადავარ დარწმუნებული, რომ მომავალ სეზონში ოთარი ძალიან გააძლიერებს დინამოს და ხელს შეუწყობს კლუბის დაცვის დამაჯერებელ თამაშს. ჯაბა დვალის მმართველობით კეთდებოდა გადაცემა, რომელიც დინამოთა ფორვარდმა ვერ მიიღო. დაკარგეს ბურთი ქუთაისელებმაც, მერებაშვილი ორიგი შეცდომა და მოედნის ცენტრში ტორპედოს ფეხბურთელები, რომლებიც იწყებენ საკუთარ შეტევას. ორქულ შეცდომებში მიმდინარეობს ჯერჯერობით მატჩის პირველი წუთები. რეალურ საფრთხემდე საქმე არ მოსულა არც ერთ არც მეორე კართან. ლორია დაეუფლება ბურთს, შვიდად აკეთებს ამას დინამოს გოლკიპერი გიორგი გველესიანი. შემდეგ მარცხნივ გადაცემა, იქ გლიშიჩი იყო, კარგი პასი გამოვიდა, გრაიციაერი მარცხენა ფლანგიდან უტევენ თბილისელი ფეხბურთელები, დაარტყა გრაიციაერმა, მაინც დამაჯერებლად მიგინეიშვილმა ვერ ითამაშა, მეორე მოძრაობით შეძლო ბურთის ხელებს დაფიქსირება. გრაიციაერი არ არის ცუდი ფეხბურთელი, გამოირჩევა იგი საკმაოდ კარგი დარტყმებით შორი დისტანციიდან. აქვს უნარი მარცხენა ფლანგიდან შეიწიოს ცენტრში და მარჯვენა ფეხიდან ძლიერად დაარტყას. ერთ-ერთი იმ კარგ თვისებათაგანია, რომელიც ამ ფეხბურთელს აქვს საერთოდ და აბსოლუტურად არ იქნება მოულოდნელი თუ ამ მატჩში კიდევ რამდენჯერმე ჩვენ ვნახავთ გრაიციაერის ცდილობებს შორი დისტანციიდან დალაშქროს მეტოქის კარი. შეტევაში ქუთაისელები იყვნენ, იქ ელგუჯა გრიგალაშვილი შედიოდა საჯარიმო მოედანში, მაგრამ საბოლოო ჯამში მას ბურთი დაატოვებინეს. ხედავთ კადრში დაიზოლდა 19 ნომერს დვალი. ოიგო იგორთა ბრძოლა და მერებაშვილი აგზელებს მარცხენა ფლანგიდან იერიშს, რომელიც შეიძლება საფრთხო გამოვიდა, შევიდა გიორგი მერებაშვილი საჯარიმო მოედანში, ჩამოიტოვა ერთი მოწინააღმდეგე, რბილი გადაცემა კეთდებოდა, ადრესად დვალი იყო ამ პასისა, მაგრამ არ მივიდა ბურთი ჯაბა დვალამდე. განმეორებით იერიში ხმალაძის გადაცემა საჯარიმო მოედანში, მერებაშვილი კუთხურია, მე მგონი დოეს ბურთი მოედნის პარკლებს, კარგი იერიში გამოუვიდა დინამოს. გაამწოვა გიორგი მერებაშვილმა ორჯერ მდგომარეობა არა აუტია და არა კუთხური. გვერდით ხაზიდან განახლება ასპარეზობა, გრაიციაერი შეიყვანა ბურთი თამაში, დვალი.
მთელი ქუთაისის ტორპედო არის თავის ნახევარზე ჩამოწეული, მოედნის ცენტრშიც კი არავინ იყო ქუთაისის ფეხბურთელთაგან. დიაგონალი გიორგი გველესიანისა თუ მივიდა ბურთი ადრესატამდე, ადრესატი იყო მიკელ ალვარო, რომელიც ეხლაც იბრძვის ბურთისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ტოვებს მოედნის პარკლებს. აკლია დინამოს ჩისკო, რომელსაც სამ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჯერ არ მოუხდია. იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო კომიტეტი გაიმართა დინამოს აპელაციის შემდეგ, მაგრამ ამ სადისციპლინო კომიტეტმა დინამოელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შესაბამისად ჩისკოს ეს დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, ასე რომ ესპანელი ლიდერის გარეშე ატარებს დღეს მატჩს თბილისური კლუბი. ტორპედოელები შეტევაში არ გავიდა ეს პასი, ჩანაფიქრი ცუდი არ იყო, გრიგოლ დოლიძე ამწოვებდა იქ მდგომარეობას. მერებაშვილი ისევ მარცხენა ფლანგი, დინამოს მეათე ნომერი, ჯაბა დვალზე გადაცემა, კორპუსი კარგად დააყენა, დვალმა ბურთი შეინარჩუნა და საბოლოოდ დაარღვევინა კიდეც თამაშის წესები თავის მოწინააღმდეგეს. არც თუ ისე სასიამოვნო ჯარიმა ომარ მიგინეიშვილისთვის და მთლიანად ქუთაისის ტორპედოსთვის. აქედან შეიძლება ძალიან კარგად ამ სტანდარტის გამოყენება, მით უმეტეს რომ დინამოს რიგებში არიან დამრტყმელები. აი ეპიზოდი განმეორებით თქვენს ეკრანებზე ეჭვს არ იწვევს თამაშის წესების დარღვევა გიორგი დათუნაიშვილის მხრიდან. 4 ფეხბურთელი შეიკრიბა დინამოელთა ბურთის სიახლოვეს, ნუ ერთი მათგანი მოშორდა. ნახოთ. დარტყმა გარის მართულებით. თქვი რომ საფრთხე უნდა ყოფილიყო ეს ჯარიმა და ასეც მოხდა. რისვაი ვაგლახით შეძლეს ქუთაისელებმა ბურთის მოგერიება მოედნის პარკლების გარეთ, იქნება ალბათ ეს ეპიზოდი განმეორებით, იქამდე კუთხურია, რომელიც დინამოელებმა უნდა ჩააწოდონ. ხდება ეს ყველაფერი მათი შეტევის მარცხენა ფლანგიდან, მაღალი პასი საჯარი მოედანში. ფლატ იდეალური გადაცემა ვერ გამოვიდა და საბოლოოდ ბურთმა დატოვა მოედნის პარკლები. აი ეს მომენტი მიკელ ალვარომ დაარტყა გარის მართულებით, მიგინეიშვილმა ბურთი მოიგერია, რომელიც შემდეგ მოხვდა ძელს და პარკლებს გარეთ. მიკელ ალვარო თქვენს ეკრანებზე შეუძლია ამ შემთხვევაში მიგინეიშვილისა და სხვა მეტარებებისაც აუტია, რომელიც უნდა მოაწოდონ ტორპედოს ფეხბურთელებმა, ხდება ეს ყველაფერი მათი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან. დათა რიგვავა 33 ნომერი ქუთაისელთა შეიყვანა მან უკვე ხაზი და მურთი თამაში. ტორპედოელები მოედნის ცენტრში ბურთით იყო გიგაური, შემდეგ წაიწია წინ გიორგი გურულმა, რომელსაც შორი დისტანციიდან სცადა დარტყმა დაარტყა კიდეც, მაგრამ გადაეფარნენ ქუთაისელთა მე-6 ნომრის დარტყმას თბილისელი ფეხბურთელები. არ იყო ცუდი ვარიანტი შეტევის გაგრძელებისა, პასი უნდა ყოფილიყო უბრალოდ ზუსტი, თუმცა ჩანაფიქრი მიუხედავად იმისა, რომ კარგი გახდა, შესრულება არ ვარგოდა და ლორია და უგლაშეს გამოსადგურს გრაიციერი ჩაუვარდნენ ქუთაისელების ფეხებში, სწრაფად მოაწოდა დინამოს 27 ნომერმა აუტი, კვლავ გრაიციერი დარჩა ბურთთან. უნდა უკან გადაცემა, ხმალაძეა. საბოლოოდ გივი კვარაცხელია მარჯვნივ სეთურიძე ჩააწოდა საჯარიმო მოედანში, გამოიტანეს იქიდან ბურთი ტორპედოს ფეხბურთელებმა, კვლავ გივი კვარაცხელია ბურთით, ისევ სეთურიძე. მორიგი ჩაწოდება დინამოს მე-7 ნომრისა. თავრდება იმით, რომ ბურთი მივიდა გრაიციარის საპირისპირო ფლანგზე, დააგორა გრაიციარმა, დარტყმა გარის მართულებით, უკეთ შეიძლებოდა ამ ეპიზოდის გამოყენება და მართებდა კიდეც კარში ზუსტად და ძლიერად დარტყმა ირაკლი ძარიას. კიდევ ერთი ეპიზოდი შექმნა დინამომ, რომელიც კვლავ თბილისელებს დარჩათ გამოუყენებელი, გრაიციარის ზუსტი გადაცემა და ძალიან ვერ დაარტყა გარის მართულებით, ცოტა ბურთი აუხდა დინამოს 92 ნომერს, ამანაც ხელი შეუშალა თბილისელთა ნახევარმცველს
ზუსტი დარტყმის განხორციელებაში და საბოლოოდ რამდენადაც ნახეთ ეს ეპიზოდიც თბილისელებს დარჩათ გამოუყენებელი. მიკელ ალვარო 0-0 დინამო ეუფლება უპირატესობას, რომელიც საგრძნობი ხდება. უნებრივია რომ ფავორიტია დინამო ამ მატჩში გლიჩიჩის გადაცემა წინ, мотиваცია დინამოელთა უდიდესია ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ისინი ხდებიან უკვე მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება დარჩენილ მატჩებში ქვეყნის ჩემპიონები. დინამო ასპარეზობს მოგეხსენებათ ალბათ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზეც, გუნდი გასული არის ნახევარფინალში, პირველი მატჩი რომელიც გაიმართა რუსთავში მეტალურგსა და დინამოს შორის დამთავრდა მეტალურგის გამარჯვებით, ანგარიში 2-1 არა და იგებდნენ დინამოელები იმ შეხვედრას ჯაბადვალმა დააწინაურა ისინი, მაგრამ შემდეგ მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა რომან ახალკაცი მეტალურგელთა შემადგენლობაში და აი ამ ცვლილებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ მატჩის საბოლოო ჯამში რუსთაველთა გამარჯვებაში. სწორედ რომან ახალკაცი გახდა საფასხო გოლის ავტორი, რის შემდეგაც ანგარიში გათანაბრდა და ისევ და ისევ ახალკაცმა მიიღო უდიდესი მონაწილეობა მეორე გოლში. ან დვალი ცხინვალეთი თამაშა და ულამაზესი გოლი შეადგო 1-0. შესანიშნავი გოლი გაიტანა ჯაბადვალმა, ნახავთ ეპიზოდს განმეორებით რამდენიმე მეტოქეს აუარა. გვერდი თითქმის მთელი ქუთაისის ტორპედოს დაცვა გაიარა, აი ეპიზოდი კიდევ ერთხელ ნახეთ. იდოსტატური გოლი შეაგდო დვალმა. ცხინვალე პაუზა ბოლოს და ფაქტიურად სარიელ კარში შეაგორა ბურთი ჯაბადვალმა 1-0. დინამო იგებს გაფრთხილებული გულშემატკივრებით თბილისის დინამოსი, ჯაბადვალის ულამაზესი გოლი, რომელიც დაამშვენებდა ალბათ ნებისმიერი რანგის ნებისმიერ შეხვედრას. ცხინვალის სოლო რეიდი განახორციელა დინამოს მე-9 ნომერმა და ანგარიში გახადა 1-0 თბილისელთა სასარგებლოდ. ომარ მიგინეიშვილი თქვენს ეკრანებზე დამწუხრებული, მაგრამ მისი ბრალი ეს გოლი ნამდვილად არ ყოფილა. დიდებულად შეასრულა ყველაფერი ჯაბადვალმა. 13 ტოკეს აუარა გვერდი, ამათგან ერთს ორჯერ და აი ეს ბოლო მოძრაობის შედეგი იყო ის, რომ მიგინეიშვილი იყო სტატისტის როლში უკვე, როდესაც დვალი ასრულებდა გადამწყვეტ დარტყმას. მაშასა 1-0 ულამაზესი გოლის წყალობით დვალმა დააწინაურა თბილისელები, მოხდა ეს ყველაფერი მატჩის მე-18 წუთზე. თბილისელები იგებენ შეხვედრას 1-0. მე კი დავასრულებ საუბარს პირველ თამაშზე, რომელიც ჩაატარა დინამომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპი მაჩვენებელობაში. 2-1 რომან ახალკაცის ცხინვალე თამაშის წყალობით მოიგო ის მატჩი რუსთავის მეტალურგმა. განმეორებით შეხვედრა გაიმართება 8 რიცხვში, შედგება იგი აი ამ სტადიონზე და იქაც უნებრივია დინამო ფავორიტია, ასე რომ კლუბს შეუძლია წელს შეასრულოს დუბლი. რაც შეეხება მეორე წყვილს, აქ ბოლნისის სიონი და საჩხერის ჩიხურა შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი საჩხერეში მოიგო ჩიხურამ 2-0 და ელის ძალიან რთული დაპირისპირება ასევე 8 რიცხვში ბოლნისში. განმეორებითი მატჩების შემდეგ გაირკვევიან ფინალისტები, რომლებიც 22 რიცხვში შეხვდებიან ერთმანეთს უკვე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში. 1-0 დვალმა დააწინაურა დინამო, აქ ელემენტარული შეცდომა ქუთაისელთა მხრიდან დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. აუტია, რომელსაც გიორგი სეთურიძე მოაწვდის, დინამოს მარჯვენა მცველი. მერებაშვილი მარცხნივ აბსოლუტურად წარიელია, რაიცია, არის ორი სიმართულებით გაკეთდა. ახლა გადაცემა მიიღო 27 ნომერმა ბურთი საჯარო მოედანში, დარტყმა გარის სიმართულებით ხვალაძემ შეასრულა, არ მივიდა ბურთი მიგინეიშვილამდე, არ გამოუვა კონტრშეტევა ქუთაისის ტორპედოს, ვინაიდან დარკო გლიჩიჩმა ითამაშა ზუსტად პირველი იყო იგი ბურთზე და არ მისცა სტუმრებს საშუალება კონტრიერში წამოწყებისა. ლორია კვარაცხელია ბურთით. ზარია კარგად გაითამაშეს დინამოლებმა, ბურთი თავის ნახევარზე მშვენივრად ამოვიდა დინამო დაცვიდან შეტევაში და მარჯვენა ფლანგიდან ძალიან სახიფათო იერიში ვითარდება. გადაცემა ისევ დვალი იყო ამ პასის ადრესატი, ახლა უკვე კუთხურია, რომელიც უნდა მოაწოდონ თბილისელმა ფეხბურთელებმა. მარჯვენა ფლანგიდან მოაწოდიან კუთხურს დინამოელები. და წავიდა ამ კუთხურის მოსაწოდებლად გიორგი მერებაშვილი.
ჩააწოდა საჯარიმო მოედანში. სახიფათო მომენტი კიდევ ერთი და აქ მე მგონი თამაშგარეთ უნდა ყოფილიყო. თუ არ ვწდები. ყოველ შემთხვევაში ჩასული იყო იქ გიორგი გველესიანი, რომელიც აქტიურობდა იქ მეორე სართულზე მოიგო ორთაბრძოლა. არა. კარიდან დარტყმა დაფიქსირდა. ალამებს აქ არა უწევია. მიგინეიშვილმა ძლიერი დარტყმით გადაიტანა თამაში მეტოქის ნახევარზე. აქ გივი კვარაცხელია მითამაშა, თუმცა ითამაშა თამაშის წესების დარღვევით. დააწვა აშკარად ზემოდან ბეკატ უღურს კვარაცხელია და სტანდარტი რომელიც ქუთაისელებმა უნდა შეასრულონ. კარამდე საკმაოდ შორია, ვნახოთ ბურთან ელგუჯა გრიგალაშვილი გახლავთ. როგორ გადაწყვეტენ ამ სტანდარტის გამოყენებას ტორპედოს ფეხბურთელები ჩააწვეს ალბათ გრიგალაშვილი, ასეც მოხდა მაღალი პასი საჯარიმო მოედანში, იქ ვერ შეურჩია ბურთს ადგილი. ერთ-ერთმა ქუთაისელმა ფეხბურთელმა კონკრეტულად ეს იყო ზაზა ჭელიძე თუ არ ვწდები და ვერ მოახერხა თავით ბურთის კარის მართულებით გადაგზავნა. რთულიც იყო, კარისკენ ზურგით იდგა ქუთაისელთა 37 ნომერი და კარში დარტყმის განხორციელება ასეთი სიტუაციიდან საკმაოდ გაუძნელდებოდა. მერაბ გიგაური არ ყოფს თამაშის წესებს ჭაბადვალთან ორთაბრძოლაში. წამოდგება ალბათ ჯერჯერობით ერთადერთი ამ მატჩში გატანილი გოლის ავტორი. მას შემდეგ რაც მას აღმოუჩენენ სამედიცინო დახმარებას. გითხარით რომ ჩისკო აკლია თბილისის დინამოს, ხოლო რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ტორპედოს შეუერთდა 19 წლამდე ნაკრებში გამოძახებული ნიკა სანდოხაძე, თეიმურაზ მარკოზიშვილი და გიორგი პანსულაია. სამივე მათგანი არის ამ შეხვედრის განაცხადში. ზიანი სენიცად დაგიგოთა სკამზე და არ არის გამორიცხული რომ გია გეგუჩაძემ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა რომელიმე ამ ტრიოდან მიცეს საშუალება მოედანზე გამოსვლისა. იქამდე კი გრაიციაერი მარცხენა ფლანგიდან არაზუსტი გადაცემა იყო პრინციპში, მაგრამ იქ მაინც არ დაკარგეს თბილისელებმა და შემდეგ პროვოკაციებით მარტივ სიტუაციაში ვეღარ გააგრძელეს იერიში, რამაც საშუალება მიცა ქუთაის ტორპედოს გრიგოლ დოლიძეს კონკრეტულად გადასულიყო შეტევაში. დაიკარგა ბურთი ელგუჯა გრიგალაშვილმა 2 მეტოქესთან ბრძოლაში ვერაფერი გააწყო. მარჯვენა ფლანგიდან დინამოს იერიში თანაც შეიძლება საკმაოდ კარგი შეტევა გამოვიდეს სეთურიძის ჩაწოდება. გრაიციაერი ჯაბადვალი და გიორგი მერებაშვილი იყო საჯარო მოედნის მისადგომებთან და საჯარო მოედნის ფარგლებში. ვერც ერთმა მათგანმა ეს პასი ვერ მიიღო და საბოლოოდ დუალმა დაარღვია თამაშის წესები. განახლდა თამაში, განაახლა იგი მერაბ გიგაურმა ქუთაისელთა მე-7 ნომერმა. მოედნის თავის ნახევარზე ჯერჯერობით ტორპედოს ფეხბურთელები. წინ გადაცემა კი გაკეთდა, მაგრამ ბურთი ძალიან მალე დაიკარგა. და საბოლოო ჯამში მივიდა გიორგი მერებაშვილამდე. გრაიციაერი კარგი იყო დინამოს 27 ნომერი, გაექცა იქ დათარიგვავას, ჩააწოდა საჯარიმო მოედანში, თავით გამოიტანეს ბურთი ტორპედოელებმა, გაგრძელდა დინამოს იერიში მიკელ ალვარო. თავისუფალი სივრცეა ალვაროს წინ, ჩაწოდება ესპანელისა, იქ კიდევ ერთხელ ზუსტად იმოქმედეს ტორპედოს ცენტრალურ მომცველებმა და საბოლოო ჯამში აუტი. მარცხენა ფლანგზე გრაიციერი ჯერჯერობით საკმაოდ კარგად უმკლავდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, დათარიგვავას. მუდმივად დინამოს 27 ნომერი ქმნის დაძაბულობას და ხშირ შემთხვევაში ხიფათსაც მეტოქის კართან თავისი აქტიური თამაშით. ახლაც პირველი იყო ბურთზე, თუმცა აუტია, რომელიც უნდა მოაწოდონ ამჯერად ქუთაისელმა ფეხბურთელებმა. რიგვავა დიდი ჯაფა ადგას ტორპედოს 33 ნომერს.
ლაუდათ არიგოვა ბურთთან. ონის ცენტრში საბოლოო ჯამში რჩება ბურთით მერაბ გიგაური და მარჯვენა ფლანგიდან ტორპედოელები ცდილობენ შეტევის განვითარებას. არ გავიდა ეს გადაცემა, რომელსაც აკეთებდა გრიგოლ დოლიძე, თორემ შეიძლება ხიფათი დამოკრებოდა დინამოს კარს. რაიციერმა დაკარგა ბურთი აუტი არიგოვამ შეიყვანა იგი თამაში. ლაუდათ არიგოვა. ოდნავ უკან მოუწია პასის გაკეთება გიგაური და მოედნის ცენტრში გადაცემა. იქ მარცხენა ფლანგზე მერებაშვილი ძალიან ხშირად გადადის ხოლმე და ჯერ ერთი რიცხობრივი უპირატესობა იქმნება დინამოს მხრიდან მერებაშვილის მანევრის მეშვეობით და მერე მეორე როგორც მერებაშვილს ასევე გრაიციერს ძალიან კარგად შეუძლიათ ერთი მეტოქის ან თუნდაც ორი მეტოქის მოთხოვება რაც თავისთავად ასევე უპირატესობაა უკვე მოედნის იმ პლაცდარმზე და ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ავის მომასწავლებელი ქუთაისის ტორპედოსთვის ნახოთ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა მატჩის დაწყებიდან ვინმე ითქვეს რომ დისბალანსი შეიმჩნევა დინამოს თამაშში შეტევას გულისხმობ ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე არის რომ მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგად გამოზდით ეს იერიშები თბილისელებს აუგის თქმა არც საპირისპირო ფრთაზე მოთამაშე სეთურიძის მისამართით შეიძლება რომ ითქვას მაგრამ მარცხნივ გაცილებით უფრო აქტიურნი არიან თბილისელები დვალი ვერ შეწვდა თავით ბურთს აუტია რომელიც დინამომ უნდა მოაწოდოს დარკო გლიშიჩი განაახლებს ასპარეზობას დაუგდო ბურთი მერებაშვილს რომელმაც კორპუსით კარგად დაფარა შეიწია ცენტრისკენ და ძალიან ძლიერად დაარტყა მიგინეიშვილი მეორედ მოხვდა დღევანდელ შეხვედრაში უკვე ბურთი ტორპედოელთა კარის ძელს გიორგი მერებაშვილი თქვენს ეკრანებზე შესანიშნავად თამაშა მერებაშვილმა ნახავთ ახლა ეპიზოდს განმეორებით კორპუსით კარგად დაფარა ბურთი შემოტრიალდა შეიწია ცენტრისკენ და საკმაოდ ძლიერად დაარტყა გარის მმართველობით მოიგერია ბურთი ტორპედოელთა გოლკიპერმა ომარ მიგინეიშვილმა თანაც საკმაოდ რთული დარტყმული იყო ახტა ბურთი რამდენადაც ნახეთ მიგინეიშვილის წინ და რისვაი ვაგლახით ქუთაისსა და გოლკიპერმა შეძლო მისთვის ხელის მოთმა და მიმართულების შეცვლა ბურთისთვის რომელიც შემდეგ ძელმა აისყლიდა და ამგვარად გადარჩა ტორპედო კიდევ ერთ გასული დროს სრული უპირატესობა აქვს დინამოს ყველა სათამაშო კომპონენტში აბსოლუტურად მომენტებიდან გამომდინარე ანგარიში ეხლა რომ მინიმალურია ამითი ქუთაისელები ძალიან კმაყოფილნი უნდა იყვნენ მინიმალური რომ არის დინამოს უპირატესობა ვინაიდან ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა ჯერ მიკელ ალვაროს ხოლო შემდეგ კი მერებაშვილის დარტყმების გახსენება შეიძლება ამასთან დაკავშირებით და ნუ პლუს ის გოლი რომელიც შეაგდო ჯაბადუალმა და საერთოდ უნდა ითქვას რომ დინამო აკონტროლებს ჯერჯერობით შეხვედრას ტორპედოს აშკარად არ გამოსდის თამაში არც მოედნის ცენტრში და არც მეტოქის ნახევარზე. ერთადერთი რითიც ქუთაისელები არიან დაკავებულნი არის ის რომ იგერიებენ ისინი მეტოქის იერიშებს, ხოლო რაც შეეხება საკუთრივ ტორპედოს შეტევებს სტუმრებს მათი წამოწყებაც კი უჭირთ. საკმაოდ კარგად მოქმედებს დინამო მოედნის ცენტრშიც ხმალაძე ზარია ძალიან კარგ წვილად ჩამოყალიბდა მოედნის აი ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე და ის რომ ტორპედოს არ ეძლევა საშუალება შეტევების წარმოებისა არც სწრაფის და არც პოზიციურის ეს უპირველეს ყოვლისა სწორედ აი ამ დუეტის დამსახურება არის ნახოთ ამუშავდება თუ არა ქუთაისელთა ფლანგები ჯერჯერობით აქაც სიჩუმეა და ეხლა იყო მცდელობა მარცხენა ფლანგიდან შეტევისა თუმცა სეთურიძე მითამაშა იქ კარგად ჩაწოდება შემდეგ საჯარიმო მოედანში დვალი უგორებდა ბურთს სავარაუდოდ ალბათ მაინც მერებაშვილს მაგრამ დაუშვა შეცდომა დინამოს ცენტრალურმა თავდასხმელმა გრაიციერი იბრძოდა ბურთისთვის ეს ბრძოლა წააგო რიგვავა გადაცემა წინ მაგრამ კარგება ბურთი ხმალაძე ელეგანტურად აუარა გვერდი ერთ მოწინააღმდეგე შემდეგ ოსტატურად გააგრძელა შეტევა მერებაშვილმა დვალი ჩაერია იქ ეპიზოდის განვითარებაში მერაბ გიგაური და შეაჩერა დინამოელთა შეტევა წამოიწყო ტორპედომ თავისი იერიში შეიძლება კარში დარტყმა არა ცოტა დაახანა იქ ელგუჯა გრიგალაშვილმა და საბოლოო დარტყმის შესრულება ქუთაისელთა მე-19 ნომერმა ვერ მოახერხა თუმცა აგრძელებენ ტორპედოელები შეტევას
მარცხნივ შეიძლება გადაცემის გაკეთება, დარტყმა საბოლოოდ გარის მართულებით, დარტყმა რომელიც ზუსტი არ გახლავთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ლოგიკურ დასასრულამდე ტორპედომ ეს იერიში მიიყვანა, გულისხმობ იმას, რომ კარში ტორპედოელებმა დაარტყეს. და კუთხურის მოწოდების უფლებაც მიიღეს ამასთან ერთად. მარჯვენა ფლანგიდან კუთხურს ჩამოაწვის ქუთაისის ტორპედო. აქტიურა ბეკატულუშმა თავში მოხდა ბურთი დინამოს ერთ-ერთ მცველს და გავიდა მოედნის ფარგლებს გარეთ. ეუგუჯე გრიგალაშვილი ჩააწოდა კუთხური. დატოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს. ლორია შეიყვანს მას თამაშში. ეს კი ტორპედოს გულშემატკივრები, რომლებიც ჩამოყვნენ თავის კლუბს თბილისში საქომაგოდ. გიორგი ლორია, თქვენს ეკრანებზე დინამოს კაპიტანი, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი. ამ ტურამდე ქუთაისის ტორპედო იყო მესამე ადგილზე და როგორც არ უნდა დასრულებულიყო მატჩი, რომელიც გაიმართა ზესტაფონში, ზესტაფონსა და საჩხერის ჩიხურას შორის, ქუთაისელები შეინარჩუნებენ ამ პოზიციას, ანუ მესამე ადგილს. სავარაუდოდ ტორპედომ და დაამთავროს კიდეც აი ამ ადგილზე საქართველოს ჩემპიონატი. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ ქუთაისში, რომ უფრო მაღალი ადგილები დაესაკუთრებინა ტორპედოს, მაგრამ წელს ჩემპიონობას ტორპედოელები ვერ შეწუდნენ. თუმცა ის რომ გუნდი პროგრესის გზას ადგას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სწორი და გამართული მუშაობა ტორპედოში იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატებები ამ გუნდს ექნება და თანაც იმაზე დიდი, რაც აქვს ეხლა. საქართველოს ჩემპიონატის სამეულში ყოფნა წარუმატებლობა ნამდვილად არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის ტორპედო ერთ-ერთი რიგითი კლუბი ნამდვილად არ არის და ეკუთვნის მას ვალდებულიც არიან ტორპედოელები, რომ მუდმივად იყვნენ ჩაბმულნი საჩემპიონო რბოლაში და საჩემპიონო ორთაბრძოლაში. იმედია კიდევ არაერთხელ ქუთაისელები გაახარებენ თავიანთ გულშემატკივრებს. დღეს კი ჯერჯერობით ისინი აგებენ შეხვედრას თბილისში დინამო არენაზე, დინამოსთან ანგარიშით 0-1. ჯაბა დვალის ბრწყინვალე გოლის წყალობით, რომელიც შეაგდო დინამოს მე-9 ნომერმა. აი დვალი არის სწორედ ახლა ბურთით, მარცხნივ გადაცემა. მერებაშვილი და გრაიციაერი. დაუგორა დინამოს მე-10 ნომერმა თავის პარტნიორს ბურთი, გრაიციარმა დაარტყა, მოეჭრა და დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. ხმალაძეს ეთკინა რაღაც და აღმოუჩინა დახმარება დინამოსთან მე-8 ნომერს. უნებრივია დუბლით სეზონის დასრულება, რისი შანსიც კიდევ ერთხელ აღნიშნავ დინამოს აქვს, იქნება მართლაც უდიდესი წარმატება თბილისელთათვის. თუმცა დინამოს აბსოლუტურად სხვა ამბიციები აქვს და იმედი დავიტოვოთ, რომ არც ევროტურნირებზე იქნება დინამოს გამოსვლა წარუმატებელი. წარმატებაში კი იგულისხმება მინიმუმ თუნდაც ის, რომ გუნდმა
შემოდგომაზე ითამაშოს რომელიმე ევროტურნირზე. ანუ მოხდეს რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ეს მართლაც წარმატება იქნება და ამისკენ უნდა მიდიოდეს თბილისური კლუბი და მიდის კიდეც ნაბიჯ მაღალი ჩაწოდება საჯარიმო მოედანში. სეთურიძეს ბურთი გამოაქვს. აუტია რომელიც უნდა მოაწოდონ ქუთაისელებმა. სეზონი საქართველოში მთავრდება. ჩემპიონატი უახლოვდება დასასრულს. ივნისში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის 2 ამხანაგური შეხვედრა. და მერე უკვე იწყება ეს ევროპული ციებ-ცხელება, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართული კლუბებიც. ძალიან დიდი იმედი აქვს ყველას, რომ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ თვალსაზრისით გვახსოვს ჩვენ თუ როგორ დაიწყო ეს სეზონი ხმალაძის ცხინვალე გადაცემა ალვაროა საჯარიმო მოედანში. ჩააწოდა კიდეც მიკელ ალვარო კარის გასული, მაგრამ იქ კარში დარტყმა არ მოხერხდა. გვახსოვს ჩვენ რომ წინა სეზონი მაინც და მაინც კარგი ამ თვალსაზრისით არ გამოვიდა, მხოლოდ გორის დილა იყო ის გუნდი, რომელმაც 3-2 უკაცრავად წლე გაიარა, მესამე ვეღარ გაიარეს გორელებმა. და მაინც და მაინც დიდ წარმატებად ნამდვილად არ შეიძლება რომ შეფასდეს წინა სეზონის წინ ქართული კლუბების გამოსვლა ევროპაში. უკეთესობა აუცილებლად უნდა იყოს ამ კუთხითაც 2013 წლის საფხულზე და იმედი დავიტოვოთ რომ შემოდგომის ეტაპამდე ქართული კლუბები მივლენ. აქ ელგუჯა გრიგალაშვილია მინდორზე შეჯახება იყო მასსა და გიორგი გველესიანს შორის, რის შემდეგაც დაშავდა ქუთაის ტორპედოს 19 ნომერი. ჯარიმა რომელიც უნდა დაარტყან სტუმარმა ფეხბურთელებმა. აიწერლა ცოტა არ იყოს ეს პაუზა, თუმცა გრიგალაშვილს იქ ესაჭიროებოდა დახმარება და წამოდგა კიდეც, წამოაყენეს ქუთაისელთა 19 ნომერი, რომელიც ახლა სამეცნიერო პერსონალის დახმარებით ტოვებს მინდორს. 10-ნი იქნებიან ტორპედოელები, იმედი დავიტოვოთ მცირე ხნის მანძილზე, ხოლო ჭარიმის დასაწყობად კი ბექა ტუღუში ემზადება, მის გვერდით არის გრიგოლ დოლიძე. ნახოთ როგორ გაითამაშა სტანდარტს ქუთაისელი ფეხბურთელები. ტუღუშის ჩანაფიქრი საჯარო მოედანში გუნდის ჩაგდება. ნახეთ ალბათ რომ დასრულდა იმითი რომ ამბურს დაეუფლა ჯაბადვალი, რომელიც ძალიან სწრაფად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, თუმცა გაექცა ბურთი, მოედის პარკლებს გარეთ, დათარი გვავამ მოაწოდა აუტი, შემდეგ ჭელიძე ბურთით. მორიგი ერის ამზადებს ტორპედო. ცოტა მოუკლო ტემპს დინამომ და თამაშიც მეტნაკლებად გათანაბრდა. იყო პერიოდი, როდესაც დინამოელები აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდნენ. მისცა ამ ყველაფერმა ქუთაისელებს საშუალება იმისი, რომ აწარმოონ კომბინაციები და შეტევითი ოპერაციები დინამოელთა კარის მმართველობით, თუმცა სახიფათო მომენტამდე ჯერჯერობით საქმე არ მისულა. უბრალოდ მომრავლდა სტანდარტები დინამოს საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთმა ასეთმა სტანდარტმა შედეგი ვერ მოიტანა. ნახოთ ახლა რა მოხდება. ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელიც დაბრუნდა მინდორზე, ემზადება ამ ჯარიმის შესასრულებლად. ტორპედოს 4 ფეხბურთელია საჯარო მოედანში, უკვე მეტნი არიან, ჩაწოდება ლორია გამოდის კარიდან. ეს შეუძლება ძალიან წყნარად თბილისელთა მეკარე. არჩგარობს მის თამაშის შეყვანას და დარკო გლიშიჩი უამარაგა გადაცემით გიორგი ლორია.
ლიშიჩმა ძლიერად დაარტყა წინ გრაიციაერი მიიღო ბურთი კარგად აუარა გვერდი ერთმან წინააღმდეგეს და შორიდან დაარტყა გარის მართულებით კიდევ ერთი მცდელობა დინამოს 27 ნომრისა შორეული დარტყმით გაამწვავოს მდგომარეობა ომარ მიგინეიშვილის კართან ზუსტი ეს დარტყმა არ გამოვიდა იყო სხვა ვარიანტიც შეტევის გაგრძელებისა ჯაბადვალი იყო ხო კადრში არ ჩანს ჯაბადვალი იყო გრაიციაერის გვერდით თავისუფალი და შეიძლება მისთვის გადაცემის გაკეთება მაგრამ გრაიციაერმა გადაწყვიტა რომ კარში დაერტყა ელემენტარული შეცდომა დაუშვეს ქუთაისელებმა თავის ნახევარზე მიკელ ალვარო ემზადება აუტის ჩამოსაწოდებლად მოაწოდა ესპანელმა შემდეგ უკან გადაცემა იქ გველესიანი მარცხნივ პასი გრაიციაერი შეიწია ცენტრისკენ დააგორა ბურთი ხმალაძე ალვარო დაარტყა გარის მართულებით და ულამაზესი გოლი 2-0 შესანიშნავი გოლი მიკელ ალვაროსი 2-0 დინამოს უპირატესობა გახდა ორბურთიანი პირველივე ტაიმში მომენტს ნახავთ ახლა განმეორებით ცხინვალეთ მოჭრა მიკელ ალვარომ ბეკარიცეგან შორეულ კუთხეში გაგზავნა ბურთი და მიგინეიშვილის ნახტომი ამაო გამოდგა 2-0 ტაიმის მიწურულისკენ თბილისელებმა ორ ბურთამდე აიყვანეს თავისი უპირატესობა. ეხლა კი ტორპედოს უკვე მართლაც ძალიან გაუჭირდება. დინამომ გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოს ჩემპიონობისკენ და ისე მოხდა რომ გორშიც გოლი მიკელ ალვარომ გაიტანა, რომელიც გამოდგა გადამწყვეტი დილასთან შეხვედრაში და ამ მატჩიც ორამდე უპირატესობა სწორედ მე-11 ნომერმა გაზარდა 2-0 დინამო იგებს შეხვედრას. ვნახოთ რას დაუპირისპირებენ ქუთაისელები ორამდე ანგარიში სხვაობა გაიზარდა სადღაც მე-40 წუთისთვის 2-0 დინამო იგებს დრო პირველ ტაიმში არც თუ ისე ბევრია დარჩენილი თუმცა წინ არის მთელი მეორე ნახევარი და ახლა შეძლებს თუ არა გიეგი გუჩაძე თამაშის შემოტრიალებას თავის ფეხბურთელებთან ერთად რა თქმა უნდა მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დადგნენ ტორპედოელები ორბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა ადვილი აი ამ სტადიონზე დინამოსთან როდესაც თამაშობ ნამდვილად არ არის შეტევაში იყვნენ ქუთაისელები ბურთი დაკარგეს სეთურიძე არაზუსტი გადაცემა შეცდომა დაუშვა გიორგი სეთურიძემ რამაც გამოიწვია ტორპედოს აესიერიში კუთხური ძალიან გაუადვილებდა სტუმართა გუნდს საქმეს პირველ ტაიმშივე გატანილი გოლი მაგრამ ამისი არანაირი ნიშანწყალი ჯერჯერობით არ იყო მთელი ამ დროის მანძილზე ხო ნახოთ კიდევ ერთი სტანდარტია სტანდარტების შანსია ბუნებრივია ტორპედოსთვის და ნებისმიერი სხვა გუნდისთვისაც მაგრამ ყველა ასეთ ჩაწოდებას ძალიან მარტივად დაეუფლა გიორგი ლორია მერებაშვილი გადაცემა ხმალაძეზე ბურთს ლევან ხმალაძემ ვერ მიუსწრო თუმცა იქამდე ჯარიმაა რომელიც დაფიქსირდა ქუთაისელთა მხრიდან გიორგი მერებაშვილი იქნა წაქცეული არნაირ საფუძველი იმისი რომ ტორპედოს გოლი გაეტანა აქამდე არ არსებობდა სახიფათო მომენტი ტორპედოელებს არ შეუქმნიათ ხოლო სტანდარტების შესახებ გითხარით და თავადაც ხედავდით რომ ლორია მეუფლებოდა ძალიან მარტივად ყველა ასეთ სიტუაციაში ბურთს დუალმა დაარტყა შორიდან მაინც ძლიერი ეს დარტყმა არ გამოვიდა მერებაშვილმა და დუალმა გაითამაშეს კომბინაცია რომელიც დამთავრდა დინამოს მე-9 ნომრის დარტყმით გარის მართულებით მიგინეიშვილი შეიყვანა ბურთი თამაში მეორე საფუძველ ორთაბრძოლას იგებენ თბილისელი ფეხბურთელები ისევ ომარ მიგინეიშვილი ბურთით ხელი იყო არ გამოპარვია ალექსი კლიჯაშვილს თამაშის წესების დარღვევის ეპიზოდი ეხლა კი აუტია გვერდით ხაზიდან განახლდება თამაში გააკეთებენ ამას დინამოს ფეხბურთელები
ლორია თავის საჯარიმო მოედანში ძლიერი დარტყმა რაიციაერი თავით კი შეეხო მაგრამ შეტევის გაგრძელება ვეღარ მოახერხა ისევ ლორია ბურთით რაიციაერი მარცხენა ფლანგიდან ფილისელების შეტევაში მერებაშვილი ბურთს ვერ დაეუფლა ან მოხდა სიტუაცია ქუთაისელთა მცველებმა თუმცა ბურთის ამოტანა ტორპედოს უჭირს პრესინგის მცდელობა იყო დინამოს ფეხბურთელთა მხრიდან საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა მშვიდობიანად ტორპედოელთათვის 1 წუთი იქნა დამატებული პირველი ტაიმის სრულობაზე ტორპედო იწყებს საკუთარ შეტევას აი ამ ბოლო წუთზე კომპენსირებულ დროში, თუმცა ეს პასი ზუსტი არ იყო. დუალი მერებაშვილი ისევ ჯაბა დუალი ბურთით უკან გადაცემა მარცხენა ფლანგიდან, მარჯვენა ფლანგიდან უკასრავად თბილისელები უტევენ მიკელ ალვარო. შეტევა ამას ნაკლებად ქვია. უბრალოდ ბურთს ინარჩუნებს დინამო და ელოდება ნაჩვენთავარი არბიტრის სასტვენს ალექსი ბრიჯაშვილისა. ორბურთიანი უპირატესობა საკმაოდ სოლიდურია. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც დასრულდა ალექსი ბრიჯაშვილია თქვენს ეკრანებზე, იყო 2-0 დინამო იგებს შევისვენოთ და შემდეგ ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში მოედანზე გიორგი ფანცულაია ემზადება გამოსასვლელად. ორივე ბურთი გამოვიდა ძალიან ლამაზი, დუალმა რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი. საჯარიმო მოედანში უშუალოდ და სოლო რეიდი დაასრულა ზუსტი დარტყმით, ხოლო მიკელ ალვარომ კი ბრწყინვალედ მოჭრა საჯარო მოედნის ფარგლებს გარედან შორეული კუთხისკენ და ანგარიში გახადა 2-0. ხო ნახოთ ვის მაგივრად შემოვა ფანცულაია მოედანზე ცვლილება ხდება როგორც აღნიშნეთ ტორპედოს რიგებში. პირზმინდა წააგო გიაგე გუჩაძემ პირველი ტაიმი და შესაბამისად ის რომ ხლასატარიკო და სკამიდან ერთ ფეხბურთელს უხმო და გამოდის ფანცულაია გიორგი დათუნაიშვილის ნაცვლად მოედანზე ეს გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ. მართებს ქუთაისის ტორპედოს გააქტიურება და ვნახოთ შეძლებენ თუ არა ჩვენი სტუმრები შეხვედრაში გარდატეხის შეტანას. დინამო აგრძელებს იმავე შემადგენლობით თამაშს, რა შემადგენლობით აქვს გუნდმა იასპარეზა პირველ 45 წუთში, ანუ მეკარე გიორგი ლორია, რომელიც ახლა არის თქვენს ეკრანებზე, შემდეგ ცენტრალური მცველები გივი კვარაცხელია ნომერი 6 და მის გვერდით გიორგი გველესიანი ნომერი 30, დარკო გლიშიჩი არის მარცხენა მცველი, რომელიც გამოდის 38 ნომრით და მეშვიდე ნომერი გიორგი სეთურიძე, რომელიც არის დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ორი ცენტრალური ნახევარმცველი, ესენი არიან ლევან ხმალაძე ნომერი 8 და 88 ძარია. შემდეგ ფლანგებზე წინ წაწეულები გრაიციაერი ნომერი 27 და მიკელ ალვარო ნომერი 11, ორი ფორვარდი ჯაბადვალი ნომერი 9, რომელიც ეხლა დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში, რომელიც ცენტრალური თავდასხმის პოზიციაზეა და მასზე ოდნავ უკან მოთამაშე გიორგი მერებაშვილი. 4-2-3-1 ესეთია დინამოს სქემა სათამაშო, რომელმაც აბსოლუტურად გაამართლა შეხვედრის პირველ 45 წუთში. ეხლა რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს მეკარე ომარ მიგინეიშვილი, შემდეგ 37 ნომერი ზაზა ჭელიძე, 6 გიორგი გურული, 33 დათარი გოვა, 2 ვაჟა ტაბატაძე, 7 მერაბ გიგაური, 22 გრიგოლ დოლიძე, 10 გიორგი კუხიანიძე, 19 ელგუჯა გრიგალაშვილი და 88 ბექა ტუღუში. ტაიმი დაიწყო
დინამოს უპირატესობით და ასე გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთი და ამ დროში ჩაეტია დვალის ულამაზესი გოლიც. შემდეგ ოდნავ დინამომ ტემპს უკლო, ქუთაისელებს მიეცათ საშუალება მეტოქის კარის მართულებით შეტევების ორგანიზებისა, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. უბრალოდ იმრავლა სტანდარტებმა დინამოს კართან, კუთხურებმა და ჯარიმებმა, მაგრამ ყველა ასეთ სიტუაციაში გიორგი ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც ყველანაირი პრობლემის გარეშე ბურთზე უფლებოდა ხოლმე ქუთაისელთა ჩამოწოდებების შემდეგ და მაჟორულ ნოტაზე დინამომ ტაიმი დაამთავრა, იქიდან გამომდინარე, რომ მიკელ ალვარომ შეაგდო მეორე გოლი. გარდა ამ ბურთებისა ორჯერ დინამოელები ასევე ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან. ერთ შემთხვევაში მიკელ ალვაროს დარტყმული ჯერ მოიგერია მიგინეიშვილმა და შემდეგ ბურთი მოხვდა კარის ძელს და ანალოგიური რამ განმეორდა უკვე გიორგი მერებაშვილის დარტყმის შემდეგ, როდესაც თამაში ისევ ჩაერთო ქუთაისელთა გოლკიპერი და მისგან მოგერიებული ბურთი შემდეგ ძელმა აისხლიდა. მოკლედ 2-0 და არც თუ ისე დიდი დრო ქუთაისის ტორპედოს იმისთვის, რომ შეძლოს თამაში გარდატეხის შეტანა. ნახოთ რამდენად მოახერხებენ ამის გაკეთებას ქუთაისელი ფეხბურთელები, რომლებიც უტევენ ახლა მარჯვენა ფლანგიდან სახიფათო სიტუაცია, საჯარიმო მოედანში არიან ტორპედოელები და საბოლოო დარტყმა, რომელიც მიზანს არ აღწევს, არადა კომბინაცია საკმაოდ ნორმალური იყო. ნახავთ ალბათ ამ ეპიზოდს განმეორებით, დაიწყო ყველაფერი მარჯვენა ფრთაზე განვითარებული იერიშით, მაგრამ საბოლოო დარტყმა ზუსტი არ გამოდგა. ალექსი გრიჭაშვილია თქვენს ეკრანებზე, მატჩის მთავარი არბიტრი, რომლის მუშაობასთანაც არანაირი პრეტენზია არ უნდა არსებობდეს. ჩინებულად გაართვა თავი პირველ 45 წუთს მატჩის მთავარმა არბიტრმა. გადადიოდა დინამო შეტევაში, ჯაბადვალის მართულებით კეთდებოდა პასი, მაგრამ ზუსტი ეს გადაცემა არ იყო. აუტი ძალიან სწრაფად მოაწოდა ვაჟა ტაბატაძე, მარცხენა მცველმა ქუთაისის ტორპედოსი, თუმცა ხისიერად ქუთაისელებმა ბურთი დაკარგეს. დვალი და ნახოთ ახლა დინამოს იერიში, მერებაშვილი, გრაიციაერია მარცხნივ, გაცვალეს ადგილები მერებაშვილმა და გრაიციაერმა დაარტყა დინამოს 27 ნომერმა, მაგრამ დარტყმა ამჯერად ზუსტი არ გამოუვიდა. საკმაოდ ხშირად ურტყავდნენ თბილისელები შორი დისტანციიდან, გამოირჩეოდა ამით გრაიციაერი, რომელიც მეტოქის საჯარო მოედნის ფარგლებს გარედან ცდილობდა ომარ მიგინეიშვილის შეწუხებას. მხარიაობა მას მიკელ ალვარომ, მხარიაობა გიორგი მერებაშვილმა. ასე რომ ამ კომპონენტშიც დინამო შაბნიდა სტუმრებს. ქუთაისელები ცდილობენ შეტევის ამოწყებას, გურული არის ბურთით. დვალი ეთამაშებოდა მას საკმაოდ ახლოს. ჭელიძე. გურული და ჭელიძე არიან დაცვის ცენტრში, ტორპედოსი, მარჯვნივ რიგვავა არის და მარცხნივ ტაბატაძე. ასეთი არის ოთხეული ქუთაისის ტორპედოს დაცვის. მე აუნიშნე პირველ ბევრი სამუშაო ჰქონდა, ვინაიდან გრაიციაერი იყო ძალიან აქტიური, ხშირად მარცხენა ფლანგზე იწევდა მერებაშვილიც, ასე რომ ქუთაისელთა მარჯვენა მცველს საკმაოდ დიდი ჯაფა ადგა. სეთურიძე ალვაროა მის წინ, გადაცემა გააკეთა გიორგი სეთურიძემ დვალზე, რომელმაც ბურთი მიიღო. კარგადაც ითამაშა, იქ თავზე გადაუგდო ბურთი გიგაურს და შემდეგ პირველ თამაშის წესები ჯარიმაა, რომელიც უნდა დაარტყან თბილისელმა ფეხბურთელებმა. გიორგი მერებაშვილია ბურთთან. ჩააწვდის ალბათ დინამოს მე-10 ნომერი საჯარიმო მოედანში. ომარ მიგინეიშვილი კადრში. ქუთაისის ტორპედოს გოლკიპერი. ჩააწოდა მერებაშვილმა საჯარო მოედანში დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები, გვერავინ ამ გადაცემას ვერ გამოეხმაურა და მიგინეიშვილი შეიყვანს ბურთს თამაში. გიორგი მერებაშვილი თქვენს ეკრანებზე. ატარებს ამ მატჩს პირველ ტაიმში გითხარით დინამო ჩისკოს გარეშე, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. მიუხედავად ამისა, მაინც ახერხებენ თბილისელები მეტოქის დამარცხებას, თან მარტო ანგარიში არ არის საქმე, თამაშის მიმდინარეობა და შინაარსი იმდაგვარი იყო პირველ ტაიმში და ჯერჯერობით არც მეორე შეცვლა რამე, რომ ვარაუდი
ტორპედოს მხრიდან მატჩი გარდატეხის შეტანისა ჯერჯერობით ძნელი გამოსათქმელია. თუ ამაც აართვა ბურთი მერაბ გიგაურს და წამოიწყეს თბილისელებმა იერიში, ისევ დუალზე გაკეთდა გადაცემა, მაგრამ ამჯერად იქ ბურთის დამუშავება ჭელიძესთან ორთაბ ბრძოლაში თბილისელთა მეცხრე ნომერმა ვერ მოახერხა. ნახოთ კუხიანიძე რას იზავს, დაუტოვა გიგაურს. გააკეთა გიგაურმა გადაცემა წინ, კუხიანიძე გაათამაშა იქ ბურთი პარტნიორთან და მარჯვენა ფლანგიდან დათარ იგუავა ჩაერთო შეტევაში თუ მიუსწრებს ამ გადაცემას. გადაცემას კი მიუსწრო, მაგრამ ბურთი მოვედინის ფარგლებში ვეღარ დატოვა ტორპედოს მარჯვენა მცველმა. გიორგი ლორია შეიყვანს ახლა მას თამაშში. 2-0 საკმაოდ კომფორტული ანგარიშია. შეუძლია დინამოს მეორე ტაიმში წარმართოს თამაში წყნარად ფორსირება დინამოს არაფერ შეჭირდება თავისი მოქმედებებისა ასეთურიძე მცირე მედია დაზიანება ახმაურდნენ დინამოს გოლში მატგევრები ხედავთ კიდეც კადრში ალბათ მაინც არ ვიქნები მტყუანი თუ ვიტყვი რომ დინამოს ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა გორში მოგებულმა თამაშმა უშუალო კონკურენტთან გორის დილასთან დინამომ 3 კულა მოიპოვა თანაც გასვლაზე და მიკელ ალვაროს მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს თბილისელმა ფეხბურთელებმა რომლის დამთავრების შემდეგაც ძნელი სავარაუდო იყო ის რომ დინამო ხელიდან გაუშვებდა უკვე ამ შანსს მიუხედავად იმისა რომ დღეს დილა მოიგო ზუგდიდში და ბოლომდე იბრძვიან გორელი ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის მაინც მათი შანსი ამ თამაშამდეც იყო მიზერული და ეხლა ხომ საერთოდ თვალი წაიქცა გეგმაზომიერად შეიძლება ითქვას მიდიოდა დინამო ამ ჩემპიონობისკენ იყო ამ სეზონში მატჩები რომელიც დინამო მაღალ დონეზე ჩაატარა უმეტესობა მათგანი იყო თამაშები როდესაც მაინც დიდ მოწონებას თბილისელთა მოქმედება არ იმსახურებდა მაგრამ ერთობლიობაში რომ ვთქვათ გუნდმა მაინც სტაბილურად გაიარა აი ეს ჩემპიონატი და ეს პერიოდი და რაც მთავარია კიდევ ერთხელ აღნიშნავ აი უკვე როდესაც გადამწყვეტ შეხვედრებამდე მიდგა საქმე თბილისელებმა შეასრულეს დასახული ამოცანა რომელიც მათ წინაშე იდგა ბუნებრივია ამ ყველაფერს შეუწყო ხელი დინამოს დაწინაურებას გათამაშების წლებში ისმობ შეუწყო ხელი გორის დილას მხრიდან ქულების დაკარგვამაც მაგრამ ეს არამც არაკნინებს თბილისელთა ამ წარმატებას რომელთანაც დინამოელები ძალიან ახლოს არიან არის რა თქმა უნდა ჯერ კიდევ დრო მეორე ტაიმში მაგრამ ვარაუდი იმისი რომ ტორპედო შეძლებს და აართმევს ქულებს დინამოს იქიდან გამომდინარე თუ რაც ხდებოდა მატჩის დაახლოებით 55 წუთის მანძილზე ძალიან ძნელია მიკელ ალვარო ბურთით სეთურიძე ვერ გააგრძელეს თბილისელებმა იერიში და ახლა შეიძლება რამე გამოუვიდეს დინამოს უკაცრავად ტორპედოს ფანსულაია არის ბურთთან არა კარში რა თქმა უნდა საქმე ისევ არ მივიდა კრაიციაერი
გაატანა ბურთი მერებაშვილს, შეუძლია გიორგი მერებაშვილს სისწრაფეზე შევიდა საჯარო მოედანში, ჩააწოდა დინამოელთა მეათე ნომერმა. მიკელ ალვარო ბურთს უნდა დაეწიოს, დაეწია კიდეც. სეთურიძე დაიზრა მეტოქის კარისკენ, ბურთი დაკარგა. ელგუჯა გრიგალაშვილი. ძლიერი დარტყმა შემდეგ უკვე წინ. ხმალაძე კარგი პასი გრაიცე არის მარცხენა ფლანგიდან გლიშიჩი შეერთო შეტევაში დაბალი გადაცემა საჯარო მოედანში დატოვა ბურთი მოედნის პარკლები. კიდევ ერთი ცვლილება ხდება. თემურ მარკოზაშვილი ემზადება მოედანზე გამოსასვლელად ქუთაისელთა რიგებში. დინამოელები კი აგრძელებენ შეტევას. მარცხენა ფლანგიდან კუთხური უნდა მოაწოდოს თბილისურმა კლუბმა. დინამოს გულშემატკივრები კიდევ ერთ გოლს მოითხოვენ. თუმცა ამ შეტევაში ეს არ გამოვა. ტოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს და ომარ მიგინეიშვილი შეიყვანს მას თამაში. ნახოთ რა მოხდება 8 რიცხვში გულისხმობ 8 მაისს, როდესაც დინამოს უწევს თასის განმეორებით ნახევარფინალი. აქ შეცდომა ქუთაისელთა მხრიდან გადაცემა საჯარო მოედანში დვალზე, მაგრამ ოდნავ ზუსტი უნდა ყოფილიყო ეს პასი. ოდნავ უფრო მეტად დაეტრიალებინა ბურთი მერებაშვილი იყო ფორსტების ფეხბურთელი, რომელიც აკეთებდა ამ გადაცემას და ამ შემთხვევაში დვალი მიიღებდა ბურთს საჯარო მოედანში და შეეძლებოდა მას უკვე დუბლის შესრულება. ნახოთ რა მოხდება 8 მაისს, როდესაც დინამოს ელის განმეორებითი ნახევარფინალი. იმ წყვილშიც დინამო თავიდანვე ფავორიტად სახელდებოდა და პირველმა მატჩმაც დატოვა პრინციპში გუნდი ფავორიტად მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში მოიგეს მეტალურგის ფეხბურთელებმა. ნიკა ფირცხალავა და თემურ მარკოზაშვილი გამოდიან მოედანზე, ორმაგ ცვლილებას აკეთებს გიორგი გუჩაძე. აუტი მოაწოდეს დინამოელებმა. შეტევა ვერ გააგრძელეს. კიდევ ერთი აუტი იქნება, ოღონდ უკვე ქუთაისელები შეიყვანენ ბურთს თამაშში. მერაბ გიგაური იყო ბურთით. მოედნის ცენტრში სტუმრები მარცხნივ შეიძლება გადაცემის გაკეთება, იქ ტაბატაძე იხსნებოდა, მაგრამ მარცხენა ფლანგზე პასი არ გაკეთდა. დვალი შევიდა ბურთის ორთაბრძოლაში, ეს ბურთი მოიგო. ვეღარ დატოვა იგი შემდეგ მოედნის პარკებში მიკელ ალვარო, ისევ დვალი ფეხებში ვარდნა და ცვლილება ტორპედოს რიგებში. ბეკა ტუღუში გადის და მის ნაცვლად მოედანზე გამოვა თემურ მარკოზაშვილი. ეს არის ერთი ცვლილება, რომელიც მოხდება ტორპედოს რიგებში. ბეკა ტუღუშის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა თემურ მარკოზაშვილი. მეორე ჯერ არ გაკეთებულა, ისევ ემზადება ჯერჯერობით მოედანზე გამოსასვლელად ნიკა ფირცხალავა. ჭელიძე, რიგვავა, გიგაური და მარცხნივ გადაცემა აქ ტაბატაძეა. მარცხენა მცველმა ტორპედოს ბურთი მიიღო, იქვე ელგუჯა გრიგალაშვილი გაუტოვა, ისევ ტაბატაძე ბურთით. გიგაური. ვაუ, ესეთი მშვიდე ნომერი, რიგვავა მარჯვენა ფლანგზე. აუარა რამდენიმე მოწინააღმდეგეს გვერდი პასსაც აკეთებდა, თუმცა ეს გადაცემა არ გავიდა და ახლა შეიძლება ტორპედომ კონტრიერიში მიიღოს საკუთარ კარზე. თუ ზუსტად იმოქმედებენ თბილისელები მოედნის ცენტრში, რის წინაპირობების არსებობს სეთურიძე, კონტრშეტევა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოზიციური იერიში დინამოს ნამდვილად გამოვიდა, ჩააწოდა სეთურიძე საჯარო მოედანში და უკვე ბურთს ომარ მიგინეიშვილი. მეგონი კუხიანიძე გaqავს გიორგი გუჩაძეს და მის ნაცვლად გამოხავს მინდორზე ნიკა ფირცხალავა. ტაბატაძე გააკეთა გადაცემა წინ და შეუტიეს ტორპედოს ფეხბურთელებმა. მარჯვნივ შეიძლება პასის გაკეთება, რიგვავა დაეუფლა ბურთს. აი გაგრძელება როგორი იქნება. ცუდი ვარიანტი შეტევის გაგრძელების არ იყო და დამთავრდა ეს იერიში კარში დარტყით, მართალია მახვილი კუთხიდან
და არც თუ ისე ძლიერით და არაზუსტით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარში დარტყმა შედგა. კუხიანიძე გადის და მის ნაცვლად გამოვა მოედანზე ნიკა ფირცხალავა. კუთხური უნდა მოაწოდონ ტორპედოს ფეხბურთელებმა. ხდება ეს ყველაფერი მათი შეტევის მარჯვენა ფლანგიდან. საკმაოდ ნორმალური იერიში გამოუვიდათ ქუთაისელებს. ცირე პაუზა, გველესიანმა მიიღო დაზიანება. თუმცა წამოდგა თვითონვე დინამოს ცენტრალური მცველი და სავარაუდოდ უპრობლემოდ გააგრძელებს იგი თამაშს. ელგუჯა გრიგალაშვილი კი წავიდა კუთხურის მოსაზრდებლად. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან კუთხურს შეაწვდიან. ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები ჩაწოდება საჯარიმო მოედანში. გამოიტანეს თავით ბურთი თბილისელებმა, ჯაბადვალი გაჩნდა პირველი ბურთზე. კი ბრძოლა მასთან დათარიგვავა, მაგრამ თამაშის წესებიც დაარღვია ქუთაისის ტორპედოს მარჯვენა მცველმა. ჯარიმა, რომელიც უნდა დაარტყან თბილისელებმა სეთურიძე ბურთით. წინ გადაცემა. ცოტა უფრო ტექნიკურად თამაში მართებდა მიკელ ალვაროს. მარტივ სიტუაციაში ვერ შეძლო ბურთის გაჩერება. გიორგი გურულმა გაატარა ომარ მიგინეიშვილმა ძლიერად დაარტყა წინ. ეს გადაცემა ვერ მიიღო გიორგი ფანსულაიამ და ისევ მიგინეიშვილი ბურთთან. ისევ იბრძოლა ბურთისთვის ფანსულაიამ, თუმცა მეორე სართულზე ორთაბრძოლა წააგო, მაგრამ გიგაური დარჩა ბურთით და გადაცემა მარცხნივ ტაბატაძეზე. დაიძრა ტაბატაძე, აუვარა გვერდი ალვაროს, შემდეგ გიორგი სეთურიძე ჩაერთო ორთაბრძოლაში და ვაჟა ტაბატაძისგან დატოვა ბურთმა მოედნის ფარგლები. აუტი დინამოს მარჯვენა მცველი გიორგი სეთურიძე განაახლებს თამაშს. ტაბატაძე ელგუჯა გრიგალაშვილი ცდილობდა იქ ეპიზოდის გამწვევებას. არაფერი გამოუვიდა, დვალმა დატოვა ბურთი თამაშში, თუმცა შეცდა დინამოს მეცხრე ნომერი. საერთოდ ბევრია შეცდომები ამ წუთებში, როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან დიდხანს ფეხბურთელებს ბურთი არ უჩერდებათ. და რამე გააზრებული კომბინაციის გათამაშებას ვერც ერთი და ვერც მეორე გუნდი ვერ ახერხებს. ნახოთ, ეხლა რა მოხდება. მოხდება ის, რომ რჩებიან ბურთით დინამოს მცველები. რომელსაც გამოაქვს ბურთი ძლიერი დარტყმით, იბრძოლა იგმერებაშვილმა ეს ორთაბრძოლა წააგო. დინამოს ათიანმა მარჯვენა ფლანგი ისევ. იტვირთება იქით დათარიგვავა, რომელიც ერთვება ხოლმე შეტევებში, სწრაფიც არის და ამ კომპონენტის ხარჯზე ცდილობს გაამწვავოს მდგომარეობა დინამოსა კართან, მაგრამ აი ერთი კომბინაციის მეტი, რომელიც თბილისელებმა გაითამაშეს და რომელშიც სულგასრაუდ ქუთაისელებმა გაითამაშეს, რომელშიც რიგოა მონაწილეობდა, მეტი პრინციპში ტორპედოს არც მეორე ტაიმში შეუქმნია რამე. დვალი შეინარჩუნა ბურთი გიგაურთან ორთაბრძოლაში, კარგი პასი, სახიფათო მომენტი შეიძლება შეიქმნას, მერებაშვილი ვერ მივიდა ბურთთან და ვერ შეძლო მისი დამუშავება ერთი მოძრაობით. გრაიციაერი ჩაწოდება, არ მივიდა ბურთი მიკელ ალვარომდე. განიმუხტა სიტუაცია, თუმცა გაგრძელდა დინამოს იერიში. ისევ მიკელ ალვარო მისმა პასმაც ვერ ივარგა და საბოლოო ჯამში ტორპედოს მიეცა კონტრიერიშის განვითარების შანსი. არადა იქ კარგი ეპიზოდი შეიძლებოდა შექმნოდა გიორგი მერებაშვილს იმ შემთხვევაში თუ მოახერხებდა იგი ჯაბადვალის გადაცემის დამუშავებას და არადაუშვად გრაიციაერზე შემდეგ გადაცემის გაკეთებას, არამედ თვითონ მოძრაობის გაგრძელებას წინ და შემდეგ კარში დარტყმას არ გამოვიდა ის რაც იყო საუკეთესო ჩემი აზრით იმ შემთხვევაში დინამომ იერიში გააგრძელა ისე როგორც გააგრძელა. აქ კი მერებაშვილი აქტიურობდა, წაიქცა კიდეც მეტოქის საჯარიმო მოედანში, თუმცა 11 მეტრიანის დანიშნვის საფუძველი არ არსებობდა. გიგაური მარჯვნივ გადაცემა მარჯვენა ფლანგიდან ცდილობენ ქუთაისელები შეუტიონ. გაიქცა იქ ბურთი თემურ მარკოზაშვილს მოედნის ფარგლებს გარეთ და აუტია, რომელიც თბილისელებმა უნდა მოაწოდონ. ჯერჯერობით არც ერთი ცვლილება არ გაუკეთებია დუშან უფრინს
თადარიგში კი მას ყავს თორნიკე ზარკუა, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი პაპავა, დიმიტრი დადანაშვილი, ემანუელ მენდი, კარლეს კოტო და პატრიკ მილხრაუმი. ამ უწურვას სრულებათა ლიმიტი გიაგე გუჩაძემ და სხვა შორის მოედანზე გამოვიდა ის სამი ფეხბურთელი, რომელზეც ჰქონდა პირველ ტაიმში საუბარი. არა, ორი უკაცრავად სანდოხაძე დარჩა სადელოტას გამზე. ანუ ის ორი მოთამაშე, რომელიც იყო გამოძახებული საქართველოს 19 წლამდე ნაკრებში გულისხმობ თემურ მარკოზაშვილს და გიორგი ფანსულაიას. აქ მარჯვენა ფლანგიდან ქუთაისელთა იერიში, მაგრამ პასი ზუსტი არ გამოდგა და ტოპ მოედის ფარგლები. გლორია შეიყვანს რუსტანაში. ველითქო და რთული მატჩი აქვს დინამოს კაპიტანს. სერიოზულად თამაში ჩართვა გიორგი ლორიას ჯერჯერობით არ მოუწია. ისე ოდნავ გაავარჯიშეს იგი ქუთაისელებმა პირველ ტაიმში სტანდარტების შემდეგ, როდესაც აწვდიდნენ საჯარო მოედანში და გამოსვლებზე დინამოს 77 ნომერი თამაშობდა ძალიან დამაჯერებლად. ლორია ბურთით. კვარაცხელია. ძლიერად უტყავს გიორგი ლორია წინ, იქ ბურთზე უფლება ჭელიძე, უფლება რა თავით თამაშობს. ზუსტი ეს გადაცემა არ გამოვიდა, რამაც საშუალება მისცა დინამოს შეტევის დამოწყების. ზარია. მიკელ ალვარო, ლევან ხმალაძე. დარგო გლეშიჩი. პიტერ გრაიციაერი. გაითამაშა მერებაშვილთან, დვალი. კარგად დათამაშებენ თბილისელები ბურთს, საბოლოოდ გრაიციაერი თითქოს გადიოდა დასაწყო პოზიციაზე, მაგრამ ლოგიკურად ეს იერიში დინამოლებმა ვერ დაასრულეს. მარცხენა ფლანგიდან დინამოელთა იერიში მერებაშვილი არის ბურთით. შეიწია ცენტრისკენ, დვალი. არა. რამდენიმე მეტოქეს ჯაბადვალი ამჯერად აღარ გაუმკლავდა. არიან როგორც გითხარით ქუთაისიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც, რომლებიც ჩამოყვნენ ტორპედოს, ახლა რაღაც გააქტიურება შეინიშნება მათი მხრიდან უფრო მეტი აქტიურობისკენ მეუწოდებენ ისინი საკუთარ გუნდს და აი კარგი იერიში განახორციელეს სტუმრებმა, მაგრამ მათთვის და სამწუხაროდ ეს შეტევაც დარტყმით არ დასრულებულა, ვერ დასრულდა უბრალოდ და მხოლოდ კუთხური, რომელიც უნდა მოაწოდოს ქუთაისის ტორპედომ. მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძე ჩააწოდა. გამოიტანეს თავით ბურთი თბილისელებმა. შეცდომა იქ და ქუთაისელთა საბედნიეროდ დათარიგვა ვანჭაჭრა გადაცემა, რომ ჯაბადვალი რჩებოდა 1-1-ზე ომარ მიგინეიშვილთან. გაგრძელდა ტორპედოს იერიში, ისევ მარჯვენა ფრთა. არ იყო ცუდი ვარიანტი შეტევის გაგრძელების, ახლა ყურადღებით უნდა ითამაშონ ცოტა თბილისელებმა საკუთარ საჯარო მოედანში. ლორიას მოუწია თამაში ჩართვა. არ იყო იქ ცუდი ვარიანტი შეტევის გაგრძელების, უბრალოდ ზუსტი არ გამოვიდა ბოლო გადაცემა. და შესაბამისად ამიტომაც ჩაიშალა ის შეტევა. კიდევ ერთი ცდელობა მარჯვენა ფლანგიდან ეპიზოდის გამწვავების მთავრდება იმითი, რომ კვარაცხელია იგერიებს ბურთს აუტზე. შორიდან დარტყმა იქნება, დარტყმა გარის მართულებით ძალიან არაზუსტი. ტოვებს ბურთი მოედნის ფარგლებს, ელგუჯა გრიგალაშვილია თქვენს ეკრანებზე. დუშან უღრინი, უმცროსი. ბოლოს 2008 წელს საქართველოს ჩემპიონობა დინამომ ის მამის ხელმძღვანელობით მოიპოვა. საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა პაუზა თბილისელთათვის. ბიბიხანია დინამოს
ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. სამაგიეროდ დღეს არიან ძალიან ახლოს თბილისელები ამ წარმატებასთან. ჯაბა დვალი თქვენს ეკრანებზე ერთ-ერთი გატანილი გოლის ავტორი, თანაც ძალიან ლამაზის. ვერ გაგრძელდა თბილისელთა იერიში. ვარაცხელიამ შემდეგ ჩაჭრა გადაცემა, ფირცხალავა იბრძოდა ბურთისთვის. დაბატაძე თამაშობს და ყურადღებით იყო მეორე ნომერი ტორპედოსი, თორემ იქ მერებაშვილი იმყოფებოდა მიზურგს უკან და კაცმა არ იცის რა მოხდებოდა. იმ შემთხვევაში თუ გიორგი მერებაშვილი შეძლებდა ბურთის მიღებას და საჯარო მოედანში ბურთიანად შესვლას, ამის შანსი მოუსპო დინამოლთა მეათე ნომერს ვაჟა დაბატაძე. არ არის ჯარიმა. გიორგი გველესიანმა ითამაშა საკმაოდ აქტიურად და რაც თავარია შედეგიანად. სეთურიძე გაიხსნა მარჯვენა მცველს ხმალაძე, შემდეგ მიკელ ალვარო. დვალი მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში არიან თბილისელი ფეხბურთელები. ვნახოთ რა გამოვა. უკან გადაცემა მერებაშვილი დაარტყა შორიდან გარის მარტივობით მიგინეიშვილმა ბურთი მოიგერია. კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც შეექმნათ თბილისელებს, გიორგი მერებაშვილის დარტყმა. კარგად გაისარჯა ომარ მიგინეიშვილი, ყოჩახ ქუთაისელთა გოლკიპერი შეძლო ამ დარტყმის მოგერიება და ეხლა საფასუხო იერიში, რომელშიც წავიდნენ ტორპედოელები, თუმცა ელგუჯა გრიგალაშვილი წაიქცა, ბურთი დაკარგა. სეთურიძე ვეღარ ადგა გრიგალაშვილთან ორთაბრძოლის შემდეგ ითხოვს დახმარებას დინამოს მე-7 ნომერი. კვლავ შეჩერდა შეხვედრა ალექსი გრიჭაშვილს მოუწია თამაშის გაჩერება. ჩვენ კი მომენტს ხედავთ განმეორებით დაარტყა მერებაშვილმა. სულად არ დაურთხია და თავისი ოსტატობა გამოავლინა ომარ მიგინეიშვილმა, რომელმაც ეს დარტყმული მოიგერია. გიორგი მერებაშვილი თქვენს ეკრანებზე. ერთხელ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ეხლა აუღო მიგინეიშვილმა. მთლიანობაში კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მერებაშვილს, ეხლა თუ გოლითაც დაამშვენებს ამ შეხვედრას, მხოლოდ უკეთესი იქნება მისთვის. ამასობაში წამოდგა სეთურიძე. დატოვებს ახლა მოედნის ფარგლებს დინამოს მარჯვენა მცველი და შემდეგ ჩაერთვება თამაში ელგუჯა გრიგალაშვილმა. ბურთი დაუგდო იქ ლორიას. გველესიანმა გადაიტანა თამაში მარცხნივ, იქ დარკო გლიშიჩია. კრაიციაერი. გადაცემა დვალზე, მიიღო ბურთი მეცხრე ნომერმა თავისუფლად დინამოსი. ჩართო მიკელ ალვარო შეტევაში. აქ ვერ გაუგეს ერთმანეთს ალვარომ და დვალმა, ესპანელმა ცუდი გადაცემა გააკეთა, პირდაპირ ვთქვათ. თამაშგარია. დარჩა თამაშგარის მდგომარეობაში გიორგი ფანცულაია. დრო არც თუ ისე ბევრი რჩება თამაშის დამთავრებამდე. მაქსიმუმ ვიძახი 20 წუთი. ისიც თავისი კომპენსირებული დროით. თავის კომპენსირებული წუთებით. ასე რომ დინამო ძალიან ახლოს არის კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ხაზს გაუსვავ ამ თამაშის მოგებასთან, რაც ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს იმას, რომ თბილისელები მოიგებენ საქართველოს ჩემპიონატს. მე ვარ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ რამდენადაც შესაძლებლობა იქნება შემოგთავაზებთ მატჩის შემდეგ ამსახველი მოვლენების კადრებს, ანუ არ გავწყვეტთ რეპორტაჟს და ვიზეიმებთ დინამოსთან ერთად აი ამ წარმატებას, რომელსაც სავარაუდოდ თბილისელები მიაღწევენ, ყოველ შემთხვევაში ძალიან ახლოს არიან ამასთან დუჟან მუხრინის შეგირდები. მარცხენა ფლანგიდან შეტევაში იყო ელგუჯა გრიგალაშვილი, ძალიან ეფექტურად აწვდიდა საჯარო მოედანში, ტერფის გარეთა ნაწილით ჭრიდა ბურთს პარტნიორის მიმართულებით. ეს რთული ტექნიკური ილეთი გრიგალაშვილმა კი შეასრულა, მაგრამ გადაცემა მთლად ზუსტი არ გამოდგა. ფირცხალავამ წამოიწყო კიდევ ერთი იერიში ტორპედოსი გიგაური მარცხნივ გადაცემა, იქ დაბატაძეა.
გრიგალაშვილი შემოტრიალებას ცდილობს 19 ნომერი ტორპედოსი, მაგრამ არაფერი გამოსდის. ვისი გამოყოფა შეიძლება ამ შემთხვევაში ტორპედოს მხრიდან ეს სწორედ ელგუჯა გრიგალაშვილი გახლავთ. ძალიან აქტიურია. სტუმართა 19 ნომერი, მაგრამ მის აქტიურობას შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. ხმალაძე, გველესიანი, ზარია ბურთით, ისევ ხმალაძე. არ იყო ზარია უკასრავად მერებაშვილი იყო, ვისთანაც გაითამაშა ბურთი ლევან ხმალაძემ. სეთურიძე, ხმალაძე, მიკელ ალვარო, ხმალაძე, თამაშგარი. თამაშგარი მდგომარეობაში დარჩა ზარია. ტაბატაძე უკანაბრუნებს ბურთს ჭელიძეზე, შემდეგ რიგვავა, ისევ ჭელიძე. გიგაური. ტაბატაძე იყო ბურთით, გიგაური, ფირცხალავა. დატოვა ბურთს მომედის ფარგლები. დარკო გლიშიჩი განაახლებს თამაშს. ნუ ალბათ ახლა სხვა რამის მოლოდინი მეორე 45 წუთში დინამოს მხრიდან უპირველეს ყოვლისა ცოტა ზედმეტი იყო გუნდმა პირველ ტაიმში 2 გოლი შეაგდო და გადაწყვიტა რომ მატჩის მეორე 45 წუთი წარემართა შვიდად და წყნარად ეს აბსოლუტურად გასაგებია. საკმაოდ სოლიდური ჰანდიკაპი მიიღეს თბილისელებმა შესვენებამდე და თამაშ ტემპის დაგდება და უშუალოდ უფრო მეტად ბურთის შენარჩუნებაზე ფიქრი. ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად მისაღებია. რაც შეეხება ტორპედოს კი ალბათ ველოდით ქუთაისელთა მხრიდან უფრო მეტ გააქტიურებას. მიკელ ალვარო არის შეტევაში, ასვლის საჯარი მოედანში, ხიფათი იქმნება ქუთაისელთა კართან, გრაიციაერი. ნახოთ გადაცემის გაკეთებას თუ მოახერხებს, მოახერხა და თვალი დარტყმას. ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში გრაიციაერი, რომელმაც ზუსტი გადაცემა გააკეთა ლევან ხმალაძის მიმართულებით. თვითონ ხმალაძემ ეს შეტევა კარში დარტყმით ვერ დაასრულა, სამაგიეროდ მის ნაცვლად ეს გააკეთა ჯაბა დვალმა. პასი გამოუვიდა ხმალაძეს, იქ ბურთი ვერ მოიგერია ზაზა ჭელიძემ და დვალის დუბლი ახლო მანძილიდან დინამოს 19 ნომერმა კიდევ უფრო მეტად დააწინაურა თბილისელი ფეხბურთელები. 3-0 ვინმეს თუ ეჭვი ეპარებოდა აქამდე და ამომედამდე დინამოს გამარჯვებაში. ეხლა ალბათ უკვე თამამად შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ დრო არის დარჩენილი მატჩის დამთავრებამდე, თამამად შეგვიძლია დინამოს მიულოცოთ ამ შეხვედრის მოგება. რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ არ დამეზარება და ვიტყვი, რომ ავტომატურად ნიშნავს საქართველოს ჩემპიონატის მოგებასაც. 3-0. ძალიან დამაჯერებელია დინამო ამ მატჩში. დამაჯერებელია ანგარიში, რომლითაც თბილისელები იგებენ შეხვედრას. მოდით ასე ვთქვათ, რომ მაჟორულ ნოტაზე ამთავრებს დინამო ჩემპიონატს სეზონს არა, ვინაიდან წინ კიდევ განმეორებითი ნახევარფინალია თასის, სადაც გუნდი ასევე ფავორიტია და თუ ეს თავისი სტატუსი გაამართლა, მაშინ უკვე ფინალის, ასე რომ სეზონის დამთავრება ჯერ ადრეა. ჩემპიონატის კი ნამდვილად ოფიციალურად დინამოს დარჩება ბუნებრივი შესაძლებელი თამაშები, მაგრამ ამოცანა უკვე სატურნირო თვალსაზრისით არის გადაწყვეტილი. დვალი თამაშგარია იქ ჩემი ადგილიდან ძალიან კარგად ჩანდა რომ მერებაშვილი იყო
თამაშგარ მდგომარეობაში ზუსტად ჩემ გასწრულ იმყოფებოდა დინამოს მე-10 ნომერი და აშკარად წინ იყო ვიდრე ქუთაისელთა უკანასკნელი მცველი. გიგაური ბურთით ნახოთ პრესტიჟის გოლის გატანას თუ შეძლებს ტორპედო ამის შანსი ახლა არის თუ კარგად დაარტყავდა ან კარგადაც იმას გააკეთებდა გიორგი პანსულაია. დარტყმა გამოვიდა ლორია ბურთს დაეუფლა. თუმცა სერიოზულ ეპიზოდს ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ზეიმობს დინამოს კომაგი, ზეიმობს ის ტრიბუნა, ის სექტორი უпроსორეთ, სადაც დინამოს ერთგული გულშემატკივრები არიან, ხო თუ იქნება ამის საშუალება, ძალიან კარგი კადრია და ვთქვი რეჟისორს მიაქციოს ყურადღება იმას თუ რაც ხდება დინამოს სექტორში, ახლა გამოჩნდა იქ მაშხალები ანთეს დინამოს ერთგულმა გულშემატკივრებმა. თბილისელთა რიგებში კი ხდება ცვლილება. გიორგი პაპავა გამოვა მოედანზე. მე-15 ნომრით. ზარია ტოვებს მინდორს და მესამე მოედანზე გამოდის გიორგი პაპავა. შესანიშნავ ხასიათზე არიან დინამოს ფეხბურთელები, მათი ხელმძღვანელები. ძალიან დამაჯერებლად იგებს ეს ტორპედოს ნამგარში 3-0. გიგაური იწყებდა ტორპედოთა იერიშს, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან შემდეგ ამვითარებს უკვე გრიგალაშვილი. კედელი ტორპედოელებმა ვერ გაითამაშეს. მერებაშვილია ბურთით, დვალზე გაკეთდა გადაცემა. ჯაბადვალის რბილი პასი საჯარიმო მოედანში, გრაიციაერი თავით ვერ შეწყვეტა ბურთს. მერებაშვილი დაარტყა. დარტყმა ზუსტი არ გამოხდა. ეს შეტევაც ალბათ აქტივშია დინამოსი შესატანი. უგუნებრივია ახლა ანგარიში 3-0-ია. ყველაფერი გარკვეულია, ეს ძალიან კარგად ესმით ქუთაისელ ფეხბურთელებსაც. ასე რომ თუ ცოტა ტორპედოს მოთამაშეები მოდუნდნენ, ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი იქნება. პრესტიჟის გოლის გასატანათაც ისინი საკმაოდ დიდი ძალებით მიდიან წინ და დარჩება მათ ნახევარზე აუცილებლად თავისუფალი სივრცეები, რომელთა ათვისებასაც თბილისელები შეეცდებიან, ისე როგორც ეს მოხდა მაგალითად წინა შეტევის დროს. აბატაძე არ არის თამაშგარე? გრიგალაშვილი ცოტა გაურკვეველი სიტუაცია იყო, არ წავიდა ბურთზე ქუთაისელთა მე-19 ნომერი. როდესაც დააფიქსირა, რომ არბიტრს ალანი არ ჰქონდა აწეული, შემდეგ გადაწყვეტა ბურთს დაწეოდა. კიდევ ერთი ცვლილება, კარლეს კოტო გამოვა მოედანზე. ცვლის იგი მიკელ ალვაროს, ერთ-ერთი გოლის ავტორი. მიკელ ალვარო, რომელმაც ანგარიში გახადა 2-0, შეიძლება საფრთხე სკამზე. კარლეს კოტო. ძალიან სწრაფი ფეხბურთელი, ფლანგზე შეუძლია თავისი სწრაფის ხარჯზე დაჭაგროს მეტოქე, ახლა არის კოტო ბურთით. გადაცემა საჯარიმო მოედანში ადრესატამდე ეს პასი არ მივიდა. შევიდა კოტო ორთაბრძოლაში და არ გეთამაშს ესეთი მერაბ გიგაურთან ხელით იჭერდა ქუთაისელთა და მე-7 ნომერს დინამოს ესპანელი ლეგიონერი. ომარ მიგინეიშვილის პასი წინ. ჭელიძე. მარცხენა ფლანგიდან უტევს ტორპედო გრიგალაშვილი. ვერ გაექცა თავის მოწინააღმდეგეს, კონკრეტულად კისეთურიძეს. აბატაძე იყო ბურთით, შემდეგ პირცხალავა.
გურული ჭელიძე მიგინეიშვილი შეცდნენ ქუთაისელები კონკრეტულად კი გურული გრაიციაერი გაისწორა დაარტყა 4 გოლი პიტერ გრაიციაერი გატანილი გოლის ავტორი არაპატია მან სტუმრებს შეცდომა და გამანადგურებელი ანგარიში ჯერ კიდევ მაშინ როცა დუალმა შეაგდო ანგარიში სამბუთონის ცხოვრება უკვე იფლება გამანადგურებელ უპირატესობად აქ კი ეს გამანადგურებელი უპირატესობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 4-0 2 გოლი შეაგდეს დინამოელებმა პირველ ტაიმში და მეორე ტაიმშიც ამ წარმატებას სათავე გახსოვთ ალბათ დაუდო ჯაბადოალმა შემდეგ გაორმაგა დინამოელთა უპირატესობა მიკელ ალვარომ ეს მოხდა ყველაფერი პირველ 45 წუთში ხოლო შესვენების შემდეგ კი იმავე დუალმა და აი ახლა რამდენიმე წამის წინ პიტერ გრაიციაერმა ანგარიში გახადეს 4-0 თბილისელთა სასარგებლოდ აშკარად ჩაუვარდა ეს თამაში ტორპედოს და აშკარად სხვა რამეს მოელოდა ალბათ ქუთაისელი გულშემატკივარი თავისი გუნდისგან თუმცა ისიც აუცილებლად სათქმელია რომ აი ასეთ სიტუაციაში ხო თამაში არის ძალიან ძნელი კიდევ ერთი სულება ხდება და ოთარ ხიზანეიშვილი გამოდის მოედანზე ცulis იგი გიორგი გველესიანს თქვი მე პირველ ტაიმში ხიზანეიშვილის შესახებ და ახლაც გავიმეორებ ღრმადა ვარ დარწმუნებული რომ ოთარი ძალიან გააძლიერებს დინამოს და მის დაცვას კონკრეტულად საკმაოდ გამოცდილი ძალიან კარგი ფეხბურთელია ოთარ ხიზანეიშვილი გაუხსნა მას ტრავმების გამო დიდი პერიოდი და შესაძლებელია ის რომ ბოლო შეძლო მან და მოიშუშა ეს ტრავმები უბრალოდ რომლებიც არ აძლევდა მას თამაშის საშუალებას და ეხლა აი ოთარი უკვე მინდორზეა ამ მატჩში ხო კონკრეტულად დინამოს გაძლიერება არ ჭირდება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ მატჩით ბუნებრივია არ მთავრდება ყველაფერი წინ არის როგორც გითხარით ჯერ კიდევ ამ სეზონში თასის განმეორებით ნახევარფინალი და თუ წარმატებით იქნება ეს ბარიერი დაძლეული შემდეგ ფინალი და რა თქმა უნდა ევროტურნირები რომლებშიც დინამოელები ჩაერთვებიან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგა მაქსველობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს დინამო ბუნებრივია ასპარეზობას და მიზანი არის იქნებ როგორმე მოახერხოს ქართულმა კლუბმა რომ შეაღწიოს ამ ტურნირის ან თუნდაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2 წუთი იქნა დამატებული ალექსი კრიჭაშვილის მიერ ამ თამაშის მსვლელობაზე 4-0 ანგარიში ყველაფერზე მეტყოლებს აბსოლუტურად მეტყოლებს იმ უდიდეს უპირატესობაზე რომელიც ჰქონდა მთელი მატჩის მანძილზე დინამოს და სრულად დამსახურებულად დინამოელები იგებენ ამ შეხვედრას იგებენ ჩემპიონატსაც მე-14 როგორც უკვე არაერთხელ აუღნიშნე არსებობის ისტორიაში დინამო ხდება საქართველოს ჩემპიონი გიგაური ბურთით მარჯვნივ დათა რიგვავა ჩაერთო შეტევაში ქუთაისელთა მარჯვენა მცველი შეიწია ოდნავ ცენტრისკენ
გააგრძელდა ტორპედოს იერში, ნახოთ პრესტიჟის გოლის გატანას თუ შეძლებენ ქუთაისელები, ქონდა ამის შანსი მე-14 ნომერს გიორგი ფანსულაიას, მაგრამ ეს ხოჟოს არა მარტო ამ ეპიზოდში, რამდენიმე წუთის წინ კიდევ იყო მომენტი, როდესაც ფანსულაია ურტყავდა გარში. ახლა მისმა დარტყმულმა საერთოდ არ მიაღწია მიზანს, პირველ ეპიზოდში დარტყმული ზუსტი კი იყო, მაგრამ გორიას იმ დარტყმის უნებელყოფა არ გასჭირვებია. ძნელია რა თქმა უნდა, როდესაც ჩადიხარ სათამაშოდ გუნდთან, რომელიც უსაზღვროდ არის მოტივირებული და დინამოს ასეთი იყო ამ თამაშის წინ არსებული ვითარება. კიდევ ერთი შეტევა ქუთაისელთა და ისევ ურტყავს გარში ფანსულაია, გაცილებით უფრო კარგი სიტუაციიდან, ვიდრე ეს ხდებოდა დაახლოებით 1 წუთის წინ, მაგრამ ახლაც მისმა დარტყმულებას არ მიაღწია. დიდი მნიშვნელობა ამას არ ექნებოდა. საბოლოო შედეგი მაინც არ შეიცვლებოდა. დინამო მართლა ძალიან მოტივირებული იყო. სატურნირო მდგომარეობა ავალდებულებდა თბილისელებს იმას, რომ მათ მოეგოთ ეს შეხვედრა და მოიგეს კიდეც. მოიგეს ძალიან დამაჯერებლად, როგორც გითხარით, ანგარიშით 4-0 დინამომ დაამარცხა ქუთაისის ტორპედო და გახდა საქართველოს ჩემპიონი. თქვენი სახელით ნებამბოძეთ მიმულოცო თბილისის დინამოს თითოეულ ფეხბურთელს, გუნდის სამწვრთნელო შტაბს, გუნდის დირექტორატს ეს წარმატება რა თქმა უნდა კლუბის გულშემატკივრებს, რომლებიც ყველგან მაქსიმალურად თანდახვებიან თავის საყვარელ გუნდს და ისურვოთ ყველათ ერთად, რომ ეს არ იყოს მარტო ლოკალური წარმატება და უკვე რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ დინამოსთვის მოგველოცოს გაცილებით უფრო დიდი წარმატება, რასაც ევროპის მასშტაბით კლუბის ქართულ დონეზე გაბრწყინება ერთმევა, ახლა გაბრწყინება სხვა რამეა, თუ რომელიმე ევროპის მოიგეს, მაგრამ იქამდე ძალიან შორია დამეწუნებით. დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერის და თბილისის დინამო მართლაც ქართული საკლუბო ფეხბურთის ლიდერია. ამოცანა გახლავთ ის, რომ რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიოს. ეს იქნება მართლაც უდიდესი ბედნიერება და ეს იქნება უდიდესი სიხარული ქართული გულშემატკივრებისთვის. აი ესე ერთად დინამოს კომაგები და ფეხბურთელები აღნიშნავენ გუნდის ჩემპიონობას. აქ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე ჩაერიოს ასეთ სიტუაციაში და ხელი შეუშალოს გულშემატკივრებს მოედანზე გადმოსვლაში, ვინაიდან ეს ყველგან ასე ხდება. ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენზე უფრო მეტად განვითარებულში, არა მარტო საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ ნებისმიერი კუთხით ასეა ინგლისში, ასეა იტალიაში, ასეა გერმანიაში, ასეა ესპანეთში. გულშემატკივრები ყოველთვის გუნდთან ერთად ზეიმობენ ხოლმე აი ამ წარმატებას და აღნიშნავენ ხოლმე ამ წარმატებას, აი ესე როგორც ეხლა თქვენ ხედავთ ეკრანებზე, უბრალოდ რაოდენობა არის ხალხის გაცილებით უფრო მეტად დიდი, ვიდრე ეხლა თქვენ ადამიანებს თვალს. თუმცა ესეც სასიხარულოა, ესეც რაღაც გარკვეული ნაწილია იმ დიდი წარმატებისა, რომელიც ამ შემთხვევაში ერგო წილად დინამოს, ერგო კიდევ ერთხელ აღნიშნავს ჯერჯერობით მარტო საქართველოს მასშტაბით. ოღონდ ჯერჯერობით. ვინაიდან თუ გუნდი არ ვითარდება